ყავისფერი ლაქები კანზე ადამიანებს აწუხებთ, რადგან დიდი ვარიაცია აქვს. შეიძლება იყოს სრულიად არასაშიში, მაგალითად ჭორფლები და შეიძლება იყოს ათვისებიანი მელანომა სიმსივნე. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ ყავისფერი ლაქები კანზე რას ნიშნავს, იმიტომ რომ სხვა რამე შეიძლება ნიშნავდეს და ამაზე ვისაუბრებთ დღეს ზუსტად ტოპ 7 მიზეზი რა არის, რის გამოც ადამიანს ყავისფერი ლაქები აქვს კანზე და ეს ლაქები თვითონ რა არის? ეს ლაქები საშიშია თუ არა საშიში? უმკურნალო თუ არ უმკურნალო? ხშირია თუ არ არის ხშირი და პრობლემაა თუ არ არის პრობლემა? ყველაზე ხშირი მიზეზი ამ ყავისფერი ლაქების არის სოლარული ლენტიგო, ესე ქვია, ან მზის ლენტიგო, ან უბრალოდ ასაკის ლაქები. გინახიათ ალბათ ასაკოვან ადამიანს, აი კანზე რაღაც ყავისფერი ლაქები რომ აქვს ხოლმე, რომელიც არის გლუვი, ზოგადად არ არის ამოწეული და რაღაც განსაკუთრებული ფორმები არ აქვს, ძირითადად არის შედარებით სიმეტრიული, მკვეთრი საზღვრებით და ეს ხდება, იმიტომ რომ ხანგრძლივად მზის მოხვედრა კანზე აქტიურებს მელანოციტებს, მელანოციტები გამოიმუშავებენ მელანინს, რაც ჩადის კანში და ამას ხედავთ ჩვენ. ხშირია ძალიან, ხშირია 40 წლის ზევით განსაკუთრებით და ადამიანების თითქმის 90% აქვს ცოტა მაინც როცა 50 წელს აცილდებიან ეს ლაქები საშიში არ არის როგორც წესი და განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნის, არის თავისთვის მთელი ცხოვრება. ძირითადად თითოეული მათგანი 20 მილიმეტრზე ნაკლებია ზომაში, ანუ დიამეტრი რომ ვთქვათ 2 სანტიმეტრზე ნაკლებია და ნუ იწყება 3 მილიმეტრიდან სხვადასხვანაირი არის. ხელებზე შეიძლება იყოს მხრებზე, მკერდზე, სხვა ნაწილებში შეიძლება იყოს განსაკუთრებით სადაც ადამიანს შუბლზე, სახეზე, სადაც ხვდება მზე ხშირად. საუკეთესო გამოსავალი ესეთ დროს არის, სამკურნალობა შესაძლებელია რა თქმა უნდა მისი, მაგრამ საუკეთესო გამოსავალია რომ კანი დაიცორო, ახალი არ გაგიჩნდეს, ამიტომ მზისგან დამცავი კრემების გამოყენება არის პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი არის მოქვინოლის 2%-იანი კრემი და ტრეტინოინი 0.01%-იანი გამოიყენება ხოლმე სახეზე და მხრებზე, ხელებზე და ამცირებს რაღაც დროის მერე ამცირებს, დრო ჭირდება მათ მოქმედებას. თუმცა ადამიანებისთვის დიდ პრობლემას არ ქმნის. კრიოთერაპიაც შეიძლება, ლაზერული თერაპიაც შეიძლება, მაგრამ არ არის, ან სიმსივნეს არ იწვევს არაფერი, არ გადაგვარდება არაფერი, მოკლედ საერთოდ არ არის პრობლემა მქონდეს ადამიანს არაფერი. ხშირი მიზეზი ყავისფერი შეფერილობის კანის არის პოსტინფლამატორული ჰიპერპიგმენტაცია ქვია. ეგ არის როცა ადამიანს ემართება ანთება, ნებისმიერი ანთება, პრაქტიკულად ნებისმიერი. აი მაგალითად გამოაყარა კანზე ან შეიძლება დაეწვა კანი, ან ეკზემა აქვს, ან ალერგია აქვს, ნებისმიერი გამონაყარის მერე შესაძლებელია რომ გააქტიურდეს, ანუ ეს ანთება აქტიურებს მელანოციტებს, მელანოციტები გამოიმუშავებენ მელანინს და კანი ყავისფრდება. საშიში არ არის ესეც, ხშირია ძალიან, ადამიანის თითქმის 60-70% აქვს, ვისაც ანთება კანის რამე ანთება ემართება ხოლმე, შესაბამისად ეს არა დიდი პრობლემა. დროსთან ერთად შეიძლება გავიდეს, შეიძლება არც გავიდეს, გააჩნია რამდენად ღრმად არის ეს პიგმენტები მასზე დამოკიდებული. ზოგადად უმეტესად რამდენიმე თვეში გაივლის ხოლმე უფრო ფერი მკრთალდება, მაგრამ შეიძლება წლები და ზოგჯერ შეიძლება მთელი ცხოვრება ქონდეს ეს პოსტანთებითი ჰიპერპიგმენტაცია. მკურნალობა შესაძლებელია უმეტესად ვისაც სურვილი აქვს, ადგილობრივი რეტინოიდები გამოიყენება, ტრეტინოინი, ადაპელენი და კრემებია მოკლედ რა, რომელიც რამე წაისვავდა უჯრედების ცვლას ამჯობესებს მოკლედ და აზალეაკის მჟავა კიდე 20%-იანი გამოიყენება ხოლმე, ნიაცინამიდი გამოიყენება დილაობით. ეს კრემებია, რომელსაც წაისვავ დრო ჭირდება და ნელ-ნელა გადის ეს ყოველ შემთხვევაში ფერი მკრთალდება მნიშვნელოვნად შველის. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი არის მელაზმა. მელაზმები არის
ქალებს ხვალ სასქესო ჰორმონები, ესტროგენი, პროგესტერონები, მაგაზე რეაქცია, მზის სხივებსაც აქვს მნიშვნელობა და ჰორმონებს აქვს მნიშვნელობა და მაგაზე რეაქცია მოკლედ, ეგენი მაგის მიმართ არის მგრძნობიარე კანის უჯრედები და გამოიმუშავებენ მელანინს და მელაზმები ემართებათ სახელზე. მელაზმა არის ყავისფერი, ეგეც შედარებით დიდებია, შეიძლება გეოგრაფიული რუკის მსგავსი ფორმა კონდეს ეგეთი და შეიძლება მკვეთრი საზღვრები ან ნაკლებ მკვეთრი საზღვრები ქალებს ემართებათ უფრო ხშირად 20-დან 40 წლამდე ქალებს განსაკუთრებით ორსულობაში და ამიტომ მელაზმებს ორსულობის ნიშანსაც ეძახიან ხოლმე ბევრ ქალს აქვს მოკლედ ძალიან სახელზე და ეგეც მელაზმაც არ არის საშიში ჰორმონების გამო, ჰორმონების შეცვლის გამო და მელანოციტების გააქტიურების გამო. მკურნალობა თუ არსებობს კი სამ კომპონენტია მკურნალობას იყენებენ ხოლმე. მაგალითად ჰიდროქვინონი პირველი, მეორე ტვეტინოინი და მესამე მსუბუქი სტეროიდია ხოლმე ფლუცინოინი მაგალითად და აი ამ სამის კომბინაცია გამოიყენება ხოლმე 12 კვირის განმავლობაში და ნელ-ნელა გადის ესეც და ხო მზისგან დაცვა მნიშვნელოვანია და მზისგან დაცვას დიდი აზრი აქვს ყოველთვის. აქვე უნდა ვთქვათ კიდე რომ იციან ხოლმე რომ აი რაღაც ლაზერი გავიკეთე და კანი გამიმუქდა და ეგეთ რაღაცები რომ იციან ხოლმე კიდე ხო ეგ ლაზერის აი ეს ანთებაზე რეაქცია რო აქვს კანს ეგ არის და საში როგორც წესი არ არის ეგეც უბრალოდ ანთება ნებისმიერი ანთება მათ შორის ლაზერი რაშორად წვავს ხო იმთმებს და დამწრობა მით უმეტეს აქტიურებს მელანოციტებს და მაგიტო არის რომ ამუქებს ხოლმე კანს. რა თქმა უნდა მე და გარანტია იმისი რომ კანი არ გამომუქდება არავის არ აქვს მაგრამ რა თქმა უნდა სწორად დოზის შერჩევაც მეორე საკითხი და მნიშვნელოვანია მანდ. მეოთხე მიზეზი არის სებორეული კერატოზი. სებორეული კერატოზი არის უფრო გამონაყარივით ანუ უფრო მეტად გავს ამობერილობებს, რომელიც არის ყავისფერი, უფრო მეტად გავს მეჭეჭებს, გეგონა ყავისფერი მეჭეჭები ამოუვიდაო ადამიანს, ეგეთი გარეგნობა აქვს. ეგეც ასაკისთვის არის ძალიან დამახასიათებელი, რაც ასაკში შედის ადამიანი, მით მეტად აქვს მოკლედ და საშიში არ არის, რისკები არ აქვს მაგასაც, მაგრამ არასასურველია რა თქმა უნდა. ადამიანი 50-60 წელს რო გადაცილდება, ერთი ცალი მაინც სითქმის ყველას აქვს. ყველგან შეიძლება გაჩნდეს, არ არის დამოკიდებული მზეზე, მოკლედ შეიძლება იყოს სხეულზე, სხვა ნაწილებში, ფეხის და ხელის გულების გარდა თითქმის ყველგან შეიძლება გაჩნდეს. ოღონდ რა თქმა უნდა აქვს რაოდენობას აზრი, ზოგს ერთი აქვს და ორი და ზოგს აქვს ძალიან ბევრი. ხო, ვიზუალურად რა თქმა უნდა არასასურველია და არასასიამოვნოა, მაგრამ დიდი პრობლემა არ არის. კრიოთერაპიით შესაძლებელია მისი მოცილება, კიურეტაჟი, ელექტროდისექცია, ესენი არის მეთოდები, რითიც მათი მოცილება შესაძლებელია და უმეტესად მოკლედ ასაკონებშია და ისინი არც იკლავენ ხოლმე თავს იმისთვის, რომ დიდად მოიცილონ, მაგრამ თუ მაინც დიდ პრობლემას უქმნის ადამიანს ესთეტიურს, მაშინ შესაძლებელია. აქ მთავარი სებორეული კერატოზი, ვისაც აქვს, ყველაზე მთავარი კომპონენტი ის არის, რომ უნდა გაკეთდეს ბიოპსია თუ ევოლვირებს ჩქარა რომელიმე მათგანი, ანუ თუ რაღაცა გამონაყარი ყავისფერი არის, რომელიც ფორმას ზომას იცვლის, ბიოპსია ჭირდება. რატომ ბიოპსია? იმიტომ რომ უნდა გამორიცხოთ სიმსივნე არ იყოს, მელანომა არ იყოს. ეგ არის ყველაზე მთავარი მან. თორე ისე თვითონ საშიშები არ არიან, თუ მელანომაში არაერია ადამიანს და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ნელა ჩდებიან, ნელა შეიძლება კი გაიზარდოს როგორ არა, მაგრამ ნელა გაიზრდება და ესე ანუ ასაკთან ერთად მოემატება და ანუ შეიძლება მოემატოს ადამიანს რაოდენობრივადაც და ზომითაც მოემატოს, მაგრამ ასაკთან ერთად და ნელა. ეგ არის მისი მთავარი რაც შეიძლება გავითვალისწინოთ. მეხუთე მიზეზი, რამაც შეიძლება ეს ყავისფერი ლაქები გამოიწვიოს, არის ხალი. ხო, აქ ჭორფლებზე არ მისაუბრია ამ ვიდეოში და არ ვსაუბრობ, ყველა მიცნობთ ჭორფლების ცნობა და ძალიან მარტივია პატარები ყავისფერი რაც არის ზამთარში ისა შედარებით ფერმკრთალდება, მზეზე უფრო მუქდება. ეგ არის პატარები და არაშავებს არაფერს არის თავისთვის. ხალებიც ძალიან ხშირია. ხალები თითქმის არ არის ადამიანი, ვისაც ხალი არ აქვს, მოკლედ ძალიან ხშირია.
შეიძლება ერთეული კონდეს, შეიძლება ბევრი კონდეს, შეიძლება ზოგი ადამიანი ხალებით იბადება, უმეტესობას უჩნდება გარდატეხის ასაკში, ბავშვობაში, მზეზე ვინც არის დიდხანს, იმათ უფრო მეტი ხალები აქვს, როგორც წესი, უმეტესად თითქმის 90%-ზე მეტი ხალების საშიში არ არის, თავისთვის არის მთელი ცხოვრება, ხალები ჩდება დროთა განმავლობაში. არის ერთი ტიპი ხალების, რომელსაც ქვია ატიპიური ხალი, ატიპიურ ხალს სჭირდება ყურადღება, რადგან ატიპიურ ხალს აქვს 10%-იანი რისკი გადაგვარების, შეიძლება იქცეს სიმსივნეთ, მელანომად და ამიტომ ატიპიურ ხალს სჭირდება ყურადღება. როგორ უნდა მივხვდეთ საშიში ხალია თუ არა საშიში ხალი, ჩვეულებრივი ხალი არის პატარა, 6 მმ-ზე ნაკლები. როგორც წესი თავი დიამეტრი აქვს 6 მმ-ზე ნაკლები. როგორც წესი თანაბარი კიდეები აქვს, ან ყავისფერია, ან უფრო მუქია, მაგრამ თანაბარი ფერი აქვს, რაც არის ის თანაბარი ფერია, მრგვალია ან ოვალია და კიდეები გლუვი აქვს, როგორც წესი, სიმეტრიულია და სტაბილურია წლების განმავლობაში. თუ ესეთია და თავისთვის არის უბრალოდ დაანებებ თავს და ეგაა ჩვეულებრივი ხალი. ადამიანებს, რომელსაც ეს ხალი აქვთ ასიმეტრიული, შედარებით არის დიდი, 6 მმ-ზე დიდი, სხვადასხვანაირი არარეგულარული კიდეები აქვს. თუ ფერები აქვს ცვალებანი, ანუ სხვადასხვანაირი ფერებს იღებს, სხვადასხვანაირი ფერები აქვს, ერთ ხალში თუ სხვადასხვანაირი ფერებია, ყურადღება მისაქცევია, შეიძლება იყოს მელანომა, ან კონდეს რისკი მელანომის განვითარების. ძალიან მნიშვნელოვანია ეგეთი ხალისთვის დაკვირვება. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ ბიოპსია თუ კი რამე საეჭვოა. ეხლა საეჭვო ხალის კრიტერიუმები და წითელი დროშები, red flag-ები რა არის. საეჭვო ხალი არის თუ არის ასიმეტრიული. ანუ A B C D E ესე ქვია. A არის ასიმეტრია, ანუ ასიმეტრიული. B-ს ეძახიან border, ანუ საზღვრები. საზღვრები თუ აქვს ირეგულარული საზღვრები. ანუ ესე კიდეები თუ აქვს და ისეთი დატიხრული და არა გლუვად მრგვალი. ეგ არის მნიშვნელოვანი. სიმეტრია ნიშნავს რომ დაადო ხაზი, შუა ხაზი სადმე, აქეთაც ისეთი უნდა იყოს, იქითაც ასეთი უნდა იყოს. თუ ასიმეტრიულია, ეგ მეტად ეჭვს. C ნიშნავს color, ანუ ფერის ვარიაბელურობა აქვს, თუ აქვს სხვა ფერი თუ ერთი ხალი. D ნიშნავს დიამეტრს, დიამეტრი არ უნდა ქონდეს 6 მმ-ზე მეტი და E ნიშნავს evolving, ანუ იცვლება თუ არ იცვლება და თუ დროთა განმავლობაში ზომას, ფორმას და ფერს იცვლის, მაშინ ეგ არის საშიშია, მოკლედ და ჭირდება ყურადღება, ჭირდება ბიოპსია საჭიროების შემთხვევაში. ხო, აქ მთავარი რა არის, რომ თუ ოჯახის წევრს ქონდა მელანომა რომელიმეს, მაშინ აი ოჯახის წევრს, ვისაც აქვს ატიპიური ხალი, თითქმის 50%-იანი ალბათობაა, რომ მელანომა განვითარდეს ამ ხალისგან, ამიტომ ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ისე თუ კი ოჯახის წევრს არ ქონდა მელანომა, მაშინ დაახლოებით 10%-იანი რისკია მელანომის განვითარების. ამიტომ ეს რისკების გაათვალისწინება მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. და მეექვსე მიზეზი აი ამ ყავისფერი ლაქების არის lentigo maligna, ესე ქვია და მელანომა. ეგენი არის კანის სიმსივნე. ეხლა ეს lentigo maligna სახელი დამაბნევებად შეერს, მაგრამ ჩვეულებრივი მელანომა უბრალოდ თავისებური მელანომა სუბტიპია მელანომების, ანუ სიმსივნის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ნელა იზრდება, მელანომა ინსიტუსაც ეძახიან, ანუ ნელა იზრდება და თავისთვის არის ეგეთია, მოკლედ შედარებით კარგი სასურველი ფორმაა მელანომის, ეგ არის ისა lentigo maligna. ხო, მელანომა არის კანის კიბო, როგორც გითხარით, შეიძლება ხალებისგან წარმოიქმნას, შეიძლება არ წარმოიქმნას ხალებისგან, ჩვეულებრივ პირდაპირ დაიწყოს ზრდა, ყავისფერია, ესეთი არარეგულარული კიდეებით არის, იცვლება, იზრდება და ასე, ანუ ესეთ თვისებები ახასიათებს, შეიძლება თითქმის წარმოიქმნას ყველგან, მაგრამ უფრო ხშირია მზე სადაც ხდება ადამიანებს ის ადგილები შედარებით უფრო ხშირია. ყველაზე მთავარი რისკ ფაქტორები არის გამოსხივება, მზის გამოსხივება, ასევე
რისკ ფაქტორია მნიშვნელოვანი სოლარიუმი, ამიტომ სოლარიუმი საერთოდ არ არის, გენეტიკური წინასწარ განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უფრო ღია კანი აქვს, ღია ფერის კანი აქვს ადამიანს, ღია ფერის თვალები აქვს, მით მეტი აქვს მელანომის განვითარების შანსი. რაც უფრო მუქკანიანი ადამიანი, მით ნაკლები აქვს მოკლედ და შავკანიანებს კიდევ უფრო ნაკლები შანსი აქვს მელანომის განვითარების, თუმცა მელანომა შეიძლება განვითარდეს შავკანიანებში. ასევე მელანომის ერთ-ერთი ფორმა არის ფრჩხილის ქვეშ ვითარდება, ეგეთი მელანომა ფრჩხილის ქვეშ თუ რამე შავი იზრდება, ყურადღებით უნდა იყოთ მოკლედ. იმიტომ რომ ეგეც შეიძლება იყოს მელანომა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირი ფორმა არ არის, მაინც საყურადღებოა და უნდა იცოდეთ. ახლა მელანომის მკურნალობა რა არის? მკურნალობა არის ქირურგია, ქირურგია არის ყველაზე მთავარი მკურნალობა მელანომის მოკლედ. განსაკუთრებით აი მელანომა ინსიტუ, ანუ თუ კი პატარა ის არის ასაკონებს რაც ემართება და ნელა რაც იზრდება და ლენტიგო მალიგნა, ეგ თუ არის, მაშინ ქირურგია შველის ძალიან კარგად და ძალიან კაი პროგნოზი აქვს მაგას, საერთოდ არ არის პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში. თუ კი შედარებით ახალგაზრდას ემართება, თუმცა ზოგადად მელანომა და ლენტიგო მალიგნას უფრო ასაკიანებს ემართებათ, უფრო, მაგრამ ჩვეულებრივი მელანომა შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. მოკლედ, რაც უფრო პატარა, რაც უფრო ნაკლები გავრცელებულია, თუ ლიმფური კვანძები ჩართული არ არის, თუ მეტასტაზები არ არის, მით კაი პროგნოზი აქვს. ქირურგია, იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია, სხვადასხვანაირი თერაპიები ჭირდება, რთული სამკურნალოა მელანომა, მელანომები წლის განმავლობაში 50,000 ადამიანს კლავს. ასე რომ ფლად ისეთი არ არის. უპრობლემო არა ამხლად მელანომა, ამიტომ მელანომას სჭირდება ყურადღება. და მეშვიდე არის აკანტოზის ნიგრიკანული აკანტოზი, ესე ქვია. ეგ არის ვილვეტისებური კანი, ვილვეტი როგორი ხავერდოვანი კანი, ხავერდოვანი სტრუქტურა აქვს. ძირითადად კანის ნაოჭები სადაც აქვს, კისრის ნაოჭთან მაგალითად, ან საზარდულის მიდამოში, მკერდის ქვეშ, ჭიპის გარშემო, სხვა ადგილებში ვითარდება. ძირითადად ასოცირებულია ინსულინ რეზისტენტობასთან. ადამიანს რომელსაც აქვს ინსულინ რეზისტენტობა, ინსულინი რო გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ასევე გამოიყოფა ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი და ეგ იწვევს ამ უჯრედების ზრდას. და ამიტომ ვითარდება აკანტოზის ნიგრიკანსი და როცა ეგ ვითარდება, მოკლედ ეგრევე ეჭვმდა მიტან, რომ ამ ადამიანს ხომ არ აქვს ინსულინ რეზისტენტობა, ამ ადამიანს ხომ არ აქვს დიაბეტი, ან პრედიაბეტი, ან პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი. ან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოკლედ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეჭვი მივიტანოთ რამე ეგეთი მეტაბოლურ დარღვევაზე, როცა ადამიანს აკანტოზის ნიგრიკანსი აქვს. თვითონ ეგ არ არის პრობლემა, ანუ არც გარდაიქმნება არაფერად, საშიში არ არის, მაგრამ მიუთითებს, რომ რაღაცა დაავადება აქვს ადამიანს. ურიას კრემებით ხდება მკურნალობა, ლაქტის მჟავის კრემით ხდება ასევე მკურნალობა, ლოსიონები არის წაისვან რამდენიმე კვირაში უმჯობესება მდგომარეობა ან მკურნალობა შესაძლებელია, ასევე ადგილობრივი რეტინოიდებით შესაძლებელია მათი გამოყენება. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ძირითადად 7 მილიოდი დავფარეთ, რაც კანზე ყავისფერ ლაქებს იწვევს, ეგ არის შემთხვევების 97%-ზე მეტი. ან თითქმის ყველაფერი მოვიცავით მოკლედ. არის რა თქმა უნდა, პატარ-პატარა იშვიათი რაღაცები, მაგრამ ძირითადები თუ ადამიანს აქვს კანზე ყავისფერი გამონაყარი, მაღალი ალბათობით ამ ვიდეოს მერე ეცოდინება რა არის ეს. მადლობა რომ მისმენთ, თუ გინდათ არხის ხელშეწყობა, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ აღწერაში მინდოს ანგარიშის ნომრები, ასევე ვისაც გინდათ ჩემთან ინდივიდუალური კონტაქტი, კითხვების დასმა და ასე და თან დონაცია ამისთვის პატრეონის ლინკიც აღწერაშია და უბრალოდ არხის მხარდაჭერა ვისაც გინდათ, დალაიქეთ, გაშერეთ, გამოწერეთ არხი. ეგეც ძალიან დიდი საქმეა. რადგან YouTube-ის არხი, YouTube თვითონ მაგით ხდება, YouTube-ის ალგორითმი, რამდენად საინტერესოა ვიდეოები, თუ ხალხი რეაგირებს მათზე, თუ მოეწონა, დალაიქა, გაშერა, ან გამოწერა, ან დაკომენტარა, ესე იგი თulis რომ საინტერესოა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.